ასეთ პირობებში თავადაც ხედავთ, რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. მანიპულირება, ასე შეფასა ირაკლი კობახიძის განცხადება ფაქტმეტრი. 2025 წლის 19 აგვისტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის მიერ გავრცელებული დეკლარაცია ორ ძირითად საკითხს მოიცავს: ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრება, შეჩერებას და მინისტრთა კომიტეტისადმი მიმართვას ევროსაბჭოს წესდების მესამე მუხლის დარღვევის საფუძველზე საქართველოს ორგანიზაციიდან გარიცხვის პროცედურის დაწყების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების დელეგაციის ყველა წევრს თვითნებური გადადგომის გამო მანდატები გააუქმდა, დელეგაციის უფლებამოსილება ვერ გასაჩივრდება. ეს დასკვნა დადო 2025 წლის 19 მარტს ასამბლეის პროცედურულ საკითხთა კომიტეტი. აქედან გამომდინარე, წმინდა პროცედურული თვალსაზრისით ირაკლი კობახიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მასში უგულებელყოფილია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს. უპირველეს ყოვლისა, ზამთრის სხდომაზე პასემ ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული პირობებით ცნო, ხოლო მომდევნო სხდომაზე მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში დიდი ალბათობით შეუჩერებდა. შესაბამისად, მუშაობის თვითშეჩერების გადაწყვეტილება მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურებოდა, რომ უფლებამოსილების გაუქმების ფაქტი ასამბლეის მხრიდან არ დამდგარი იყო და პარტიის ლიდერებს საზოგადოების წინაშე სახის შენარჩუნება შესაძლებოდათ. ასამბლეაში მონაწილეობის თვითნებური შეჩერებით ქართულმა ოცნებამ მორიგჯერ დაარღვია ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებები, ვინაიდან როგორც ევროსაბჭოს სრულფასოვან წევრ სახელმწიფოს მისი ორგანოებში მონაწილეობის ვალდებულება არსებობს და არა უფლება. 2025 წლის აპრილში საქართველოსთან მიღებული რეზოლუციით პასემ ცალსახად აღნიშნა, რომ ასამბლეაში მუშაობა და მონიტორინგის პროცედურებში მონაწილეობა არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა იმ დელეგაციებისთვის, რომელთა უფლებამოსილების რატიფიცირება მოხდა. მეტიც, ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში სრულად უგულებელყოფს დეკლარაციის მეორე მოთხოვნას, რომელიც ევროსაბჭოდან საქართველოს საბოლოო გაძევებას ითვალისწინებს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ფაქტმეტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მანიპულირება. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.